შესაბამისად, ჩემთვის უმთავრესია ბავშვების ჯანმრთელობა. და ბავშვების ჯანმრთელობისთვის მე 3 პროექტს შემოგთავაზებ დღეს. თუ ნებას მომცემთ დავიმართ. ეხლა პირველი რაც მინდა შემოგთავაზოთ, რომ რა გამოუყენებელი რესურსები გვაქვს საქართველოში. პირველი გამოუყენებელი რესურსები გვაქვს კოლოსალური. თუ ბიოწარმოებაზე გადავიდა ჩვენი აგრო სექტორი, მაშინ ისმის საკითხი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მცირე მოცულობისა და მაღალი ღირებულების ნატურალური პიგმენტები, რომელსაც არნახული მოთხოვნილებაა დღეს. რატომ? ნესტლემ, კრაფტმა და უზარმაზარმა 11-მა ფირმამ, კორპორაციამ გამოაცხადეს, რომ 2024 წლიდან სინთეტიკურ პიგმენტებს ამოიღებენ და გადადიან ნატურალურ პიგმენტებზე. ექიმი მერკოლა ბავშვის ტანსაცმელსაც კი ნატურალურ პიგმენტებში ღებავს. და პრაქტიკულად უამრავი ექიმები უკვე პირდაპირ ეუნებიან, ეს არის ელიტა, შეიძლება მსოფლიო ელიტა, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ორგანული პროდუქტები. ახლა მარკ ჰიმანი, კლინტონის ექიმი, მარკ ჰიმანი, ერთ-ერთი ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული ექიმი. პირდაპირ როცა ამბობს თავის წიგნში, Food Fix, ასეთი სათაური აქვს მაგის წიგნს, მე-12 გვერდზე, რომ ინდუსტრიული საკვებით გამოწვეული ქრონიკული დაავადებების სამედიცინო ხარჯები ჩვენ ამერიკელებს დაგვიждდება 95 ტრილიონი დოლარი. ეხლა აქვს ამას, ამერიკასაც არ აქვს იმას. ესე იგი, თუ ამერიკის ექიმები ამას ამბობენ, შესაბამისად ჩვენი საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რა ტრილიონზეა ლაპარაკი, ჩვენ უნდა პირველისა პრევენციაზე გავაკეთოთ და არა მკურნალობაზე და რა ბედნიერები ვართ, რომ თურქეთიდან ეხლა შემოვიტანეთ ჩვენ იაფი წამლები და აბა ეს ექიმები უწერენ და უწერენ ამ იაფ წამლებს და ყოველ კუთხეში არის აფთიაქები, ეს არის სამარცხვინოდ, ურცხვად სამარცხვინო, ესე იგი ამდენი აფთიაქების ისა. რამდენჯერ მეტია, ვიდრე დაუშვათ იყო დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, აი რამდენჯერ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ ვინ დათვალა, ხო რაღაც კოლოსალური რაოდენობა. შესაბამისად, ამათ გაიგეს ფული სად კეთდება და მოდი ჩვენ ამათი ტვინები შემოვატრიალოთ და ფული კეთდება უფრო მეტი და უფრო სინდისიერად და არა ესე უტიფრად და ერის დაღუპვის ხარზე, არამედ კეთდება ფული ნატურალური პიგმენტების წარმოებაზე. ფოთლებიდან. ხალხო, თუ მე პესის არ შეასხავთ და ვაზის ქვეყანა ვართ, ხო? ვაზის ფოთოლში ტოლმა ხო გიჭამიათ, არა? დღევანდელ დღეს ვაზის ფოთოლში ტოლმა არ შეჭამოთ, იმიტომ რომ იმდენი პესტები აქვს, მისხურებული რომ მოგწამლავთ ისა, ხო? შესაბამისად, ვაზის უკვე რამდენი ხნის ტრადიცია გვაქვს ჩვენ, რომ ფოთლებს და სხვა იმას ვიყენებდით ყველაფერში. ეხლა პირველი რომ ვაზის ფოთოლი, ნებისმიერი ფოთოლში არის 3 ტიპის პიგმენტები. ეს არის ქლოროფილი, რომელიც 10 მილიგრამი იღის 1500 евро. 10 მილიგრამი. გასუფთავებული. კოსმეტიკისთვის, ფარმაციისთვის და იმისთვის. და გასუფთავება, აი პროფესიონალი ბიოქიმიკოსი ვარ. აი სულ რაღაცა შეიძლება ერთ თვეში, ორ თვეში ეს ყველაფერი აეწყოს. გამიგეთ ეს ამათი გასუფთავება და ყველაფერი. გაუსუფთავებლათაც რო ექსტრაქციას რო გააკეთებ სუპერატიული ნახშირორჟანგით, ის უკვე გამოსადეგია პირდაპირ საკვების სექტორში. და რომელი გირჩევნია დალოცვილებო, რომ ის ქლოროფილი, რომელიც იმებსაც ჭირდებათ, ხო, ქირურგებს, იმიტომ რომ 2 კვირით ადრე ახორცებს ყოველგვარ ჭრილობებს და იმას, იმიტომ რომ ის ქლოროფილი და მაგნიუმი აუცილებელია, მაგნიუმი მით უმეტეს და ის მიკროელემენტები, რომელიც ამ ფოთოლშია, ხო? შესაბამისად, ეს ქლოროფილი არის აგრეთვე წითელი პიგმენტები, აი ღვინოს რო აძლევს ისა, სწორედ ფოთოლში ხდება სინთეზი და ის ანტოციანები გადადიან მერე ყურძენში და ის შემდეგ კანში გროვდება და კანიდან ექსტრაქცია ხდება ღვინის ფერმენტაციის დროს, ხო? ეს ანტოციანები. მესამე არის კაროტინოიდები, ყვითელი. ყველაზე არის მოთხოვნილება, ხალხო. და ჩვენ იმდენი ჯიშები გვაქვს. იმდენი ჯიშები გვაქვს, რომ აი საოცრება მივხვდით, რომ ესე იგი ყველა პიგმენტი შეიძლება დავფაროთ. ყველა კომპოზიცია. თანაც როგორ შეიძლება, რომ ფოთოლს იმას პიგმენტს გამოვყოფთ, არა?
ეს პიგმენტის გამოყოფა ხდება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდი სუპერკლინური ნახშირორჟანგით. ვინოიდან ის რაღაც გარკვეულ წნევაზე იქცევა სითხეთ, შემდეგ წევა რო დაეცევა, გადაეცევა ისე გაზად, ის ატრიალებს და აკეთებ იმას. ამისი აპარატურაზე მუშაობდი, არის შემოტანა შეიძლება, აქაც შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ ამისისაც და ესე იგი შეიძლება რომ ჩვენ მცირე საწარმოები გავხსნათ რეგიონებში, ეს არის მაღალტექნოლოგიური და ეს გარკვეულწილად ვინც კი გადავა ამ იმაზე, შემოსავალი იქნება მეპაიები იქნებიან ისინი და ერთდროულად ეხლა ის ხომ ნატურალური პიგმენტების წარმოება ხო წავა, ისინი უეჭველი ჩამოვლენ და უეჭველი შეამოწმებენ ნედლეულს საიდან არის, რა ტექნოლოგიით არის გაკეთებული და როგორ არის გარკვეულწილად პრობლემა არ არის ამის აწყობის. პრობლემა არ არის, ერთ წელიწადში ამის აწყობა შეიძლება მთავრობის მხარდაჭერის პირობებში. ხო? ეხლა უყურეთ რა ხდება. გამოყავით პიგმენტი, ფოთოლი ხომ რჩება ანარჩენი. რა არის საკვირველება? საკვირველება ის არის, რომ იმ ფოთოლში არის ყველა ის მიკროელემენტი, რომელიც აი ამ ვას, აი იმ კენკროვანს, აი იმას ჭირდებოდა. იმიტომ რომ ყველაფერი პირველი საიდან იწყება ფოთოლი წარმოიქმნება, ხო? მანამ ნაყოფი იქნება. ამ ფოთოლში გროვდება ყველა ის მიკროელემენტები, რომელიც ჭირდება იმ ყველა იმ ფერმენტული რეაქციებისთვის, რომელიც შემდეგ აქ ხდება სინთეზი და შემდეგ გროვდება ნაყოფში, ხო? შესაბამისად, პიგმენტის გამოყოფის შემდეგ რჩება მიკროელემენტების სავსე ეს ანარჩენები, რომელიც არის იდეალური, შეიძლება ითქვას, ბიოსასუქი, ოღონდ ესე პირდაპირ არ მივცეთ, იმიტომ რომ მაინც ჯობია რომ კიდევ უფრო მეტი ფული გავაკეთოთ. ხო, ეს ამისი გადამუშავება მოვახდინოთ ჭიაყელებით. ჭიაყელები სასწაულად მრავლდებიან ამ იმაზე. ჭიაყელა არის იდეალური ცილა ფრინველისთვის და თევზისთვის. შესაბამისად, ჭიაყელის გადამუშავებული კოპროლიტებს ეძახიან ამას. არის იდეალური ბიოსასუქი, რაც სოფლიოში ჯერ არ კეთდება. ვაზის პერსონალური ბიოსასუქი. ესეთი რამე არ გაუკეთებიათ არავის. შეეკითხეთ ჰარვარდ, შეეკითხეთ კემბრიჯს, შეეკითხეთ ნებისმიერ იმას, კალიფორნიაში ვისაც გინდა, არავის ესეთი რამე არ გაუკეთებიათ. თანაც უყურეთ, რომ ნატურალური პიგმენტები ხო მაღალ რენტაბელურია. ამაზე უკეთესი ბიოსასუქს ხო ვერსად ვერ მოძებნი, ხო, ყველანაირად. და მესამეც ერთი თვითონ ჭიაყელა, ხო? მე ჭიაყელაში კიდე უკანა ჯიბეში მაქვს რაღაცა ჩადებული, რომელსაც ცალკე კიდე გაგიხსნით ეთერის გარეშე, რომ ჭიაყელები კიდე როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ გარკვეულად, აი ძალიან მაღალ ისეთი პროდუქტების საწარმოებლად, რომელიც არის, ნუ, საოცრება კიდევ, ისე ძალიან მაღალ ძვირებული ისენია, მაგრამ ჭიაყელას აქვს უნარი, საოცარი უნარი, რომ საოცარი გამრავლების უნარი არაფერს არ ითხოვს რაღაცა ტენიანობას და ითხოვს საკვებს. მიეცი დალოცილო და აწარმოე რა. ხო, ესე იგი, თანაც ჩვენთან მე რომ ეხლა ჯიღაურაში ოთარს მივმართე შამუგიას და ოთარმა ძალიან ოპერატულად დააწერა ცენტრს. ცენტრში 4 საათი ბატონ ნოდარ ხატიაშვილთან და ცენტრის ხელმძღვანელობასთან მქონდა დეტალური გარჩევა, აი როგორც ახლა ჩვენ ვარჩევთ იმას და აწიეს ხელები და თქვენს რომ ჯიღაური არის უნიკალური მუზეუმი ვაზის ჯიშებისა, ხალხო. იქ რატო შევედი? იმიტომ რომ მე დღეს რაც არ ვიცი, რომელ ჯიშის ვაზი როგორ მიკროელემენტების სპექტრს აგროვებს. დღეს არ ვიცი. იმიტომ რომ მე გერმანიაში რომ მუშაობდი, პროფესორმა ბიგლმა მიმიწვია ლაიფციგის უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხეო და რას წაიკითხავ თენგიზო და მე ვთხარი ვოლკერ, მე წავიკითხავ რაც არ ვიცით. და ყავა მოქონდა, ჩემს კი ნახან გაუვარდა, რომ ამიხსენიო და 4 საათი არ გავმიშვა. მე მიბარებდა ხოლმე რომ კიდე ამიხსენი ისენიო, მაგრამ მე საწყალი გარდაიცვალა და ვეღარ მოვასწარი ეზლე. მაგრამ იმას გარკვეულწილად უკვე იმას მე, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის, რომ რა ვიცით, რა გვინდა, რა მიზანი გვაქვს და რა არ ვიცით. პირველი რა არ ვიცით, ეს არის რომ ეს ფოთოლი
რა მიკროელემენტებს აგროვებს სხვადასხვა ჯიში და შემდგომ ეს გროვდება ყურძენში. რატომ გჭირდება ეს და რატომ არის ყველა ეს საუკეთესო ეს ვარიანტი და აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი თქვენ ყავდათ ის. მე ვთხოვე ზაურს და ჰაერშივე დაიჭირა ბატონ ზაურმა ეს ისა და უკვე დაიწყო აი ამ ფოთლების კვლევა მიკროელემენტების. რომ სხვადასხვა ჯიშის ფოთლებში გამოვიკვლიოთ რა მიკროელემენტები, რატომ გჭირდება ეს ამბავი. ეხლა გადავდივართ მეორე იმაზე. ეს პირველი პროექტი, რომელსაც აი ნუ შეიძლება ითქვას პირდაპირ ჩასაყლაპი პროექტია, ხო? ნამდვილად. ესე იგი, ამ გაიჩა ყველა დონეზე, ყველგან, ყველაფერში, ვერავინ ვერსად ვერ მოუძებნა გარკვეული ისენი. ოღონდ რა არ ვიცით, ის გვეცოდინება, იმიტომ რომ გამოვიკლებთ და გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ეხლა რატომ არის ეს კვლევა კიდევ ამაზე დაფუძნდება მეორე პროექტი, ასევე მაღალ რენტაბელური, ეს არის ღვინო. და მე ყავს ძალიან კარგი კოლეგები, რომლებიც ღვინოში არიან, ნუ აი ვიცი, ენოლოგიის თავმჯდომარე ბატონი მურმანი ქურიძე, არიან სომელიელები და ისინი და მე რომ მათ შევეკითხე, რომ თქვენ როგორ აკეთებთ კუპას და სეპას, რა მიზნით? ორგანოლეპტიკური იმისთვის. მე გამეღიმა იმ გაგებაში, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ შექმნის ყველასთვის მოსაწონ გემოს. მე კიდე შეგიქმნით მეუთხარი ყველასთვის მისაღებ ღვინოს. კუპაში და სეპაში აი ამ ფოთოლში უკვე ხო ვიცით რა მიკროელემენტებია. ესე იგი ეს მიკროელემენტები გადავიდა ამ ყურძენში და არის ამ ღვინოში. შესაბამისად, რაც ამ მიკროელემენტები აქ არის, რაც აკლია იმ კუპაში და სეპაში გავაკეთოთ ის 30 მიკროელემენტის მქონე კლასტერი, რომელიც ამ ღვინოს მიცემს სამკურნალოს ენოთერაპიაში დასანერგად. ენოთერაპია ეს არის, რომელსაც ჩვენთან იგნორირებულია, დალოცვილებო. ეხლა გეკითხებით მე თქვენ შეკითხვას გაძლევთ, რომ იქნებ თქვენ უარყოფთ ეგ ამბავი, რომ 8000 წლის მანძილზე ქვევში დავარგებულ ღვინოს ვინმე ფილტრავდა? არა ცხადია. ესე იგი, ვინმე მოწამლულა ქვევზე იქ დაყრილა ეს მკვდრები და ისინი არავის არ შემონახულა ისტორიულ ცნობებში. ხო, ეგეთი დოკუმენტები არ არსებობს. ესე იგი, პრაქტიკულად გაოფილტრავ ღვინოში რა ელექსირებია იციან მეღვინეებმა? არ იციან. და როგორ გააკეთეს საფრანგეთში რომ მუშაობდი, იქ ძალიან ბევრმა მიმიწვია. და ერთ-ერთმა მილიონერმა მიმიწვია და მოიტანეს რაღაც აბლაბუდიანი რაღაცა ისა, რაც მე მქონდა იქ 45,000 ევრო მომცეს პირველი პრიზი და მე მგონი იმაზე მეტი ღირდა ეს ერთი ბოთლი. აბლაბუდიანი ხო, აბლაბუდიანი რაღაცა რომელიღაც წელში გამოშვებული, რომ პატივი ეცა ჩემთვის, რომ აი პირველი პრიზი მივიღე და მე პატიშეს და აინტერესებდათ რაში ჩადომ ფული იმათ და მე რო გავშინჯე და რაღაცა ესე იგი, სახეზე შემეტყო, რომ არ არის რა. ახტოვანებული არის. ხო, ახტოვანებული არა ვარ და რითი ხარ ახტოვანებულია? აი მე ვთხარი ქვევს რომ მოხსნი თავს და ქვევრიდან რომ ნაპერწკლები ამოდის და ცოცხლობს და იმაშება და აი იქ რომ ამოიღებ იმას მე ვთხარი თანაც პირველ შრეში სულ სხვა ისენია. იქ არის რესვერატროლი, კვარცეტინი, მიკროელემენტები, შუა შრეში მე ვთხარი სტრესილები და ისენია, ქვედა შრეში მიკროერენები, სულ გადავრიეგენ. რომ მე ვთხარი ეს თანდათანობით ამ ელექსირებს, რომელსაც არც თქვენ ღვინოში არ არის. თქვენ ბოთში მე ვთხარი ისა ბერდება, ჩვენთან ვარგდება ამ იმაში, ქვევში. რატომ? იმიტომ რომ ქვევრი სუნთქავს, როგორ სუნთქავს მე ვთხარი და ქვევრის შიდა ზედაპირს აქვს მიკროპორები. თუ კარგა ხელი, ოქროს ხელები ვისაც ჰქონდა და ვისაც აკეთებდა, იმიტომ რომ ბატონ ლევანმა რომ ლორდ კიპანიძემ, ისა მაპატიებ, ლორდ კიპანიძესთან ვიყავი დავითთან იმაში ეროვნულ მუზეუმში და ვთხოვე, რომ თუ შეიძლება მე ვთხარი უძველესი ქვევრის ნატეხი გააგზავნით ვაშინგტონის უნივერსიტეტში. რატომ? გაუკვირდათ ახლა. რატომ მე ვთხარი და ჯერი პოლაკმა, ჩემმა კოლეგამ აღმოაჩინა, რომ ჰიდროფილურ ზედაპირზე ხდება მეოთხეული ფაზის მქონე წარმოქმნა. ხო და დამიჯერეს და გააგზავნეს, ოფიციალურად გააგზავნეს, იბურტყუნა ჯერი, მაგრამ გამიკეთა და მომწერა და ოფიციალურად მაქვს ეს ისა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ პოლაკის დასკვნა, რომელიც არის, როგორ გითხრათ, ნუ აი გრანდი. მეოთხეული ფაზის მქონე წყლის აღმოჩენა, ეს იყო გარღვევა.
ეპოქალური გარღვევა და რომ თურმე ჩვენ ქვევს აქვს ამისი უნარი რომ წარმოქმნას აი ეს მეოთხეული ფაზის მქონე წყალი და მეღვინეებთან მეუფეო დავითთან და იმათთან რომ მქონდა ეს გარჩევა ამ მოსული კარგი ინფორმაციის ეგრევე დიდმა მაესტრომ ბატონ თეიმურაზ ღლონტმა პირდაპირ თქვა რომ თვითფილტრაცია ალბათ ქვევში რო ხდება ღვინისა აი ამ წარმოქმნილი წყლის ის არისო ეხლა უყურეთ რა ხდება ხო თანაც ეს წყალი რომელიც იქმნება ამ ზედაპირზე ქმნის დიდებულ ჰიდროფილურ ზედაპირს, მაგრამ მანამდე ისა ალკოჰოლი, ეთანოლი რო იზრდება, ეთანოლი ამ წყალს, რომელშიაც ყურძნის წვენშია, იმას გარკვეულწილად ზედაპირულ დაჭიმულობას აკნინებს და შესაბამისად წყალს უკვე უნარი აქვს იმ ნანოპორებიდან გამოაძევოს ის ჰაერი, რომელიც არის მილიარდობით და ერთი რაღაცა აბსოლუტური ახალი გარღვევაა ფიზიკაში, რომ ნანო ბუშტუკებს, აი ამ ჰაერის ნანო ბუშტუკებს არ ამოდიან მიკრო ბუშტუკების გზასა და რჩებიან იქვე. აი ეგ არის ქვევრის სუნთქა ხალხო.